მოგესალმებით. ჩვენ არგზე მოგეხსენებათ გადის გარკვეული ისტორიული გადაცემები ისტორიულ თემებზე და ეს ბუნებრივიც არის, ხო? აი ამ მიმართულებით არის ჩვენი არხი მთლიანად შექმნილი და გეგმავ რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ საქართველოს ისტორიასთან და არა მარტო საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული ფაქტები, მაგრამ კომენტარებში ყოველთვის არის გარკვეული სურვილი, თხოვნა, შეკითხვა და საუბარი იმაზეა, რომ თქოდ უფრო მეტი ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ამა თუ იმ საკითხზე მაყურებელს და მსმენელს. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც რა ქვია, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ, არის ის შეკითხვები, რომელიც გაჩნდა სტალინის წარმოშობასთან დაკავშირებით. ხლა ერთი ოფიციალური მონაცემით ყველა ვიცით რომ და მთელმა კაცობრიობამ იცის რომ ის არის ქართველი, მაგრამ ყოველთვის არსებობდა კითხვები სტალინის დაბადების თარიღთანაც დაკავშირებით, მის გვართან დაკავშირებითაც და ეხლა ამ ბოლო პერიოდში გაჩნდა მას მერე რაც სხვათა შორის სტალინის შვილიშვილმა აიღო დნმ-ი, გაჩნდა შეკითხვები მის ეთნიკურ წარმოშობასთან დაკავშირებითაც. ზოგიერთები და მავანი ამ შემთხვევაში გულისხმობ იგივე რუსებს, იგივე ოსებს, იგივე სხვა საბჭოთა კავშირის მკვიდრთ და ძალიან უჭირთ ხოლმე სტალინის პიროვნებაში მსოფლიო მასშტაბის მოღვაწის აღიარება და მეორე მსოფლიო ომში მთავარი გამარჯვებლის აღიარება, მაგრამ მეორე მხრივ როგორც ირკვევა, როგორც ჩანს ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს გაუჩნდა სურვილი, რომ ეთნიკურად მამის მხრივ წარმოშობით სტალინი მის ეროვნებას ეკუთვნოდეს. მაგალითად, ცნობილია რუსებში არსებული მითი, რომ თითქოს შეიძლება სტალინის მამა ყოფილიყო ცნობილი მკვლევარი პრჟევალსკი. რაც რა თქმა უნდა, რეალურად არაფრით არ დასტურდება, მაგრამ ეს მითი არსებობდა კომუნისტების პერიოდშიც. მოდით ჩვენ მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად, რამ გააჩინა შეკითხვები და რასთან გვაქვს საქმე. ვიცით რომ მისი მამა იყო ბესარიონ ჯუაშვილი. ოფიციალურად მამა ვინც იყო. მაგრამ ისიც საქვეყნოდ ცნობილია და არსებობდა არაერთი მოგონება, გადმოცემა, რომ ბესარიონ ჯუაშვილი ძალიან ცუდად ექცეოდა თავის მეუღლეს, სტალინის დედას, გელაძის ქალს, ეკატერინე გელაძეს, ცემდა, ის კი არა ბავშვსაც ეხებოდა და რა ქვია, ამტკიცებდა თითქოს რომ ეჭვი ეპარებოდა სტალინის, ანუ იოსების, პატარა იოსების შვილობაში და პირდაპირ მეძაობაში სდებდა ბრალს თავის ცოლს. ეს ცნობილი გადმოცემა იყო, სხვათა შორის მონტეფიორე იყო, ესეთი არის ცნობილი მისი ნაშრომი სტალინზე და მისი კვლევებიდან ჩანს, რომ ბესარიონ ჯუღაშვილის შესაძლოა სტალინი რო უკვე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე იყო, მაშინაც კი არ იყო გარდაცვლილი. მაშინაც ცოცხალი უნდა ყოფილიყო. მაგრამ საერთოდაც საინტერესოა, რომ ამ ადამიანის ბიოგრაფია ქრება. არასოდეს არ ინტერესდებოდა სტალინი მამამისის დეტალები, თქვა თუ კი ეკატერინე გელაძე თაწმინდაზეა დაკრძალული პანთეონში, მამამისის საფლავი ფაქტობრივად უცნობია და უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის ყოველთვის. ასევე არაფერს არ ყვებოდა ის მამამისზე. არის იოსებ ირემაშვილის აღწერა, რომლის თანახმადაც ბესარიონ ჯუაშვილი ძალიან მაღალი კაცი უნდა ყოფილიყო. სტალინი მოგეხსენებათ საშუალო ტანისა იყო. გარდა ამისა, როგორც თქვით, ეს მითები სწორედ გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ სკანდალები ამ ოჯახში სტალინის დაბადებიდან მუდმივად ხდებოდა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენ უნდა განვიხილოთ აი ერთის მხრივ ეს მითები და გადმოცემები, რაც არის სტალინის წინაპრებთან დაკავშირებით და მეორე კიდევ თქვათ ეს დნმ-ის ანალიზი. თუ ავიღებთ გვარ ჯუღაშვილს, ამაზე ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა კვლევა და რომელიც ამტკიცებდა, რომ ჯუღაშვილი და ჯუგაშვილი ეს ერთი გვარია და მოდის სოფელ ჯუღაანიდან მათი ძირი, ანუ კახური ძირია
და არავითარი თქვათ კავშირი ოსებთან არა აქვთ, ანუ რომ ზუგაევი და რაღაცა ესეთი გამოთქმები, ეს უბრალოდ სისულელეა, იმიტომ რომ გვარი თვითონ ჯუღაშვილიც და ჯუღაშვილიც სუფთა ქართული წარმოშობის გვარია. მაგრამ აქ საუბარი, როგორც თქვით, არის იმაზე, რომ იყო კი სტალინი ჯუღაშვილი. არსებობდა მითი, რომ იყო თითქოს და პრჟევალსკი და რაღაც პერიოდი პრჟევალსკი იმყოფებოდა გორში, იქ ეკატერინე გელაძესთან ქონდა გარკვეული კავშირი და შეიძლება ჩასაუყული იყო სტალინი. ვიმეორებთ, ეს დიდად არ დასტურდება. რაც შეეხება დნმ-ს, აღმოჩნდა, რომ სტალინს ქონია დნმ-ი G2. ანუ როგორც იწერება ახლა რა ვარაუდობთ ქართველებში დომინირებს 2 დნმ. ეს არის J2 და საერთოდ ზოგადად J და G. უფრო ძველი ალბათ არის J. G არის ასე ვთქვათ შავი ზღვისპირეთის მცირე აზიული დნმ, რომელიც ქართველთა შორის ყველაზე მკაფიოდ გამოხატულია სვანებსა და მთის რაჭველებში. დაახლოებით 97% სვანებისას და მთის რაჭველებისას აქვთ ეს დნმ. ეს დნმ აქვთ აფხაზების დიდ ნაწილს, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, მესხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს, მთლიანობაში ქართველთა დაახლოებით 50%-ს აქვს ასე ვთქვათ G2, ხოლო მეორე ნაწილში რა თქმა უნდა დომინირებს J2. J2 გაბატონებულია უფრო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მაგრამ თუ შავ ხევს ურებს, ეს J2 აქვს დაახლოებით ასევე 90%-ზე მეტი. მაგრამ ზოგადად აი ყველაზე დიდი ქართული კუთხეები რო ავიღოთ, ხალხმრავალი თქვა, სამეგრელო ან კახეთი, მეგრელები და კახელები, იქ ეს ორივე დნმ არის ზუსტად თანაბრად წარმოდგენილი. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50-50 ქართველებში სხვა დნმ-ებიც გვხვდება, ერიც გვხვდება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ძალიან პატარა პროცენტია. ძირითადად დომინანტი არის ეს ორი. მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო, ოსების 70%-ზე მეც აქვს სწორედ G2. ამან გააჩინა, რა თქმა უნდა, აყვირდა რუსული პრესა საზოგადოება, რომ ოსური ძირები ხო არ ქონდა. აი ამ საკითხს უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია მივუდგეთ აბსოლუტურად მეცნიერულად და ერთ სიტყვაში იქნება ცხადი, რომ ეს არის სისულელე და რატო. და არავითარი ოსური დნმ, ანუ თუ ჩვენ ამ შემთხვევაში ოსურში გულისხმობთ ენას, არ შეიძლება იყოს G2. და რახან ოსებში 70%-ზე მეც აქვს G2, ეს ადასტურებს ერთ რამეს, რომ მიუხედავად ოსური ენის ირანულ ენობრივ ოჯახთან კუთვნილებისა, ოსები არიან იგივე გენეტიკის მატარებელი ხალხი, რისიც ვართ ქართველთა უმეტესობა და ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს. ოსებში რო არის G2 ძალიან დიდი პროცენტით, რომ ოსები გენეტიკურად ჩვენი განუყრელი ძმები არიან. სხვათა შორის არის საინტერესო რატო ამბრო ერთ სიტყვაში ამის დადასტურება შეიძლება. ოსური ენა ისევე როგორც თქვათ სპარსული ენა ეკუთვნის ინდოევროპულ ენათა ოჯახს. ინდოევროპულ ენათა ოჯახის ასე ვთქვათ აკვანი, საიდანაც გავრცელდა როგორც ინდოეთისკენ, ასევე ვთქვათ ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებამდე, იყო დღევანდელი სამხრეთ უკრაინა და ვთქვათ თანამედროვე კრასნოდარის მხარის ჩრდილოეთ ნაწილი. აი ყუბანისპირეთიც იგივე ვთქვათ ყირიმის ტერიტორია, მე ვამბობ ისტორიულ ეპოქაში. იმიტომ რომ ისტორიული პროცესები, ვიცი, ჩვენ იწყება ქრისტესშობამდე დაახლოებით მე-5-6 წლეულიდან და აი ამ პერიოდიდან მოყოლებული ეს დნმ დომინირებდა, როგორც ვთქვით, ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი ასე ვთქვათ ყირიმის ჩათვლით. მაგრამ კაფიოდ გამოხატული არის ასე ვთქვათ ის აფლო ჯგუფი, რომელსაც აი აქ მცხოვრები ადამიანები ეკუთვნოდნენ და რომელიც დღესაც დომინანტია ინდოევროპულ ენათა მატარებელ ხალხში. ეს არის R ჯგუფი. R1, R1B, R1A და ასე შემდეგ. ესე არიან ვთქვათ
კელტური მოდმის ხალხი, გერმანული მოდმის ხალხი, სლავური მოდმის ხალხი და რა თქმა უნდა, ინდოევროპული ენების მატარებლები ვთქვათ, წინარე აი ეს ადამიანები, ვინც მოიტანა ირანული ენა ვთქვათ, კავკასიის სამხრეთით, ან ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასიაში ოსური ენა, რომელიც ასევე ინდოევროპული ენებია, ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ჰაპლო ჯგუფის წარმომადგენლები. მაგრამ დღევანდელ ირანშიც და რა ქვია, ირანელთა შორისაც, განსაკუთრებით სპარსელთა შორისაც და ოსთა შორის ძალიან დაბალი პროცენტით გვხვდება ერი. სამაგიეროდ ირანელებში დომინირებს ჯეი, ხოლო ანუ აღმოსავლურ ქართული, აღმოსავლურ კავკასიური დნმ, ხოლო ოსებში დომინირებს დასავლეთ კავკასიური. ეს მეტყველებს ერთადერთ რამეს. მიუხედავად იმისა, რომ ენა ამ ხალხმა შეინარჩუნა და ეს ენის შენარჩუნებაში არაფერი გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ენას ადამიანს ასწავლეს ხშირად დედა და თქვა ეს დედისეული ხაზით გადმოდის კი ბატონო, მაგრამ მამის მხრივ, აი მამის გენეტიკა რო ავიღოთ, სპარსელებშიც და ოსებშიც დომინირებს კავკასიური დნმ. ეს არის ცალსახად. შესაბამისად, იმაზე ასე ვთქვათ, ჟივილ-ხივილის ატეხვა, რომ რახან ოსების 70%-ს აქვს G ჰაპლო ჯგუფი, ასე ვთქვათ, დნმ, ესენი ჰაპლო ჯგუფით ეკუთვნიან, რა ქვია, ოსთა 70% G ჯგუფს, ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ სვანების 97% ეკუთვნის იგივე ჯგუფს, რასაც ქვია G. ასე რომ ამ თვალსაზრისით სტალინის ქართულ კავკასიურ სამყაროსთან კუთვნილება გენეტიკურად დამტკიცებულია და ეჭვს არ იწვევს. და რა თქმა უნდა, ბუნებრივად ეს შევალსკები და ასეთი სხვა მითები ირიცხება. მაგრამ აქ საინტერესო არის ერთი რამ. საერთოდ, როდესაც ვამბობ, ვის მიიჩნევს ადამიანი თავის მშობლად, თავის ნათესავად, თავის გვარად, აქ აუცილებელია პირველ რიგში ამ ადამიანების და ამ ადამიანის დამოკიდებულება გავარკვევოთ. და თან ძალიან საინტერესო იქნება, ალბათ ყველაზე მეტად გავრცელებული გადმოცემა რა იყო, თუ ვის მიაკუთვნებდნენ სტალინს. სტალინის უახლოესი ოჯახი გორში იყო იაკობ ეგნატაშვილის, ყობა ეგნატაშვილის ოჯახი. ეს იყო ეგნატაშვილების, ასე ვთქვათ, ძალიან ძლიერი აზნაურული გვარის წარმომადგენელი. მდიდარი ეს ოჯახი განსხვავებით ვთქვათ, შემოდგომის აზნაურებისაგან მე-19 საუკუნეში ჩაერთო, ასე ვთქვათ, კომერციულ საქმიანობაშიც, სერიოზული რესტორნების დუქნებიც ჰქონდათ, სხვადასხვა შემოსავლები. ძალიან მდიდარი ოჯახი იყო ამ იაკობ ეგნატაშვილის ოჯახი, ეს აბოდიში. ხო, იაკობ ეგნატაშვილის ოჯახი. ეხლა რა არის საინტერესო, იგივე მონტეფიორეს კვლევები ძალიან კარგად ჩანს, რომ სტალინი ვოლოგდის მხარეში გადასახლებიდანაც, ის კი არა ტურუხანსკის მხარეში გადასახლებიდანაც, იმ პერიოდშიც, როდესაც მამამისი ბესარიონი, იურიდიული მამა, ცოცხალი უნდა ყოფილიყო, თუ ვინმე წერს წერილს, როდესმე თხოვს მატერიალურ დახმარებას, შემწეობას, ყოველთვის ეს იყო ეგნატაშვილი. მას ამისი არ ეხათრება. და აქვს ძალიან, როგორ ვთქვათ, აი, მშობლურ ახლობლური დამოკიდებულება. უახლოეს კონტაქტში იყო სტალინის დედა ეკატერინე გელაძე ეგნატაშვილების ოჯახში, იქ მსახურობდა წლების განმავლობაში და ასე შემდეგ. და რა არის საინტერესო, მოდი დავაკვირდეთ. ადამიანი, როდესაც არჩევს სახელს და ყველას ყავს ჩვენ შვილები, ხო? და თვითონმა თქვენთაგანმა წარმოიდგინოს. როდესაც ადამიანი არჩევს თავისი შვილისთვის სახელს, რა თქმა უნდა, ორი პარამეტრით ხელმძღვანელობს. ერთი, რომ ვინც მას მიაჩნია, ვთქვათ, მფარველ წმინდანად, მფარველ ანგელოზად მის სახელი შეურჩიოს, თუ ეს აღარ მორწმუნე ქრისტიანი ადამიანი. და მეორე, ეს არის შეარჩიოს თავისი უახლოესი ადამიანების სახელები. მფარველების, ვინ ძალიან უყვარს, უმეტესწილად, ეს არ არის მარტო ქართულ სამყაროში. ქართულ სამყაროში შეიძლება უფრო მძლავრად და მწაფრად არის, ვიდრე უცხოეთში, მაგრამ მსოფლიოში ახლა მიღებულია და ცნობილია, რომ ადამიანები ხშირად არჩევენ მამის, ძმის, წინაპრის სახელს თავისი შვილის სახელად. და საქართველოში კი ვიცით, რომ ეს პრაქტიკულად ტრადიციად არის ქცეული. და მოდი აბა დავაკვირდეთ სტალინის ოჯახში დაბადებული
ბიჭების, ვაჟების, ვისაც ის კანონიერ შვილება და შვილიშვილებად აღიარებდა მათ სახელებს. რატო ამ კანონიერს? იმიტომ რომ მაგალითად ძალიან დღეს უკვე დამტკიცებულია დნმ-ის კვლევითაც სტალინის ერთ-ერთი უკანონო შვილი იყო ცნობილი საბჭოთა კავშირის რადიოს ხელმძღვანელი კუზაკოვი. ასევე სტალინის თავმოყრილები არიან ციმბირელი დავიდოვები, რომელთა ბებიაც მისი ასე ვთქვათ შეყვარებული იყო ტურხანსკის მხარეში გადასახლებისას, იქ მას შვილი შეეძინა და დნმ-ის კვლევამ დაადასტურა, დიახ, სტალინის ოფიციალური შვილიშვილი ვინც იყო, აი ალექსანდრე ბურდონსკი, ვასილი სტალინის შვილი, მოგეხსენებათ რომ ხრუშჩოვის მოთხოვნით ვასილი სტალინსაც გამოუცვალეს გვარი და მის შვილ ალექსანდრე სტალინსაც და აიძულეს რომ დედის გვარზე გადასულიყო ბურდონსკიზე. ფაქტობრივად 100% დაემთხვა აი ამ ჩემს მიერ ხსენებული კუზაკოვის და დავიდოვების დნმ-ი სტალინის შვილიშვილის დნმ-ს და აბსოლუტურად დადასტურდა ის ინფორმაცია, რომელიც არსებობდა, რომ უნდა ყოფილიყვნენ ეს პიროვნებები სტალინის შთამომავლები. სხვადასხვა დროს გადასახლებაში ჩასახული ადამიანები და მათი შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ. სხვათა შორის არაერთ გზის, როგორც ირკვევა, სეროვს საბჭოთა კავშირის უშიშროების მინისტრის მოადგილეს ჰქონია კომუნიკაცია ამ პიროვნებებთან და ხელიც კი ჰქონიათ, თქვათ აი სტალინის შვილებს მოწერილი, რომ გახმაურება არ მოხდებოდა ამ ინფორმაციის. შესაბამისად, რატომ უკანონო შვილები მას ყავდა დარჩა და ღმერთმაც ამრავლოს. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ პიროვნებებზე, რომლებიც კანონიერი ქორწინებიდან ყავდა სტალინს და მათ შთამომავალ, ასე ვთქვათ, ვაჟ წარმომადგენლებს. მისი პირმშო, მისი უსაყვარლესი ცოლის, სვანიძის ქალისგან შეძენილი შვილი იყო იაკობ ჯუღაშვილი. იგივე იაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და დღეს როგორც ირკვევა ის 51-ივეა დაღუპული და გერმანული პროპაგანდა უბრალოდ იტყუებოდა და რომ ვითომ ტყვეთ იყო ჩავარდნილი და ასე შემდეგ. ამაზე კიდე ცალკე შეგვიძლია ვისაუბრო. პირველ შვილს სტალინმა დაარქვა იაკობი. მომდევნო ვაჟს დაარქვა ვასილი. ხოლო ვასილის ერთადერთ ვაჟს, რომელიც დაიბადა სტალინის სიცოცხლეში, სტალინისავე სურვილით და მოთხოვნით დაერქვა, ეწოდა ალექსანდრე. სტალინა ბესარიონ ჯუღაშვილის წინაპრებში არც ერთი ეს სახელი არ გვხვდება. და ალბათ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ შეარჩია რატომღაც, თქვათ, უბრალოდ შემთხვევით, იმიტომ რომ ეხლა მაინც და მაინც საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, ძალიან ცნობილი, მფარველი წმინდანები ისინი არ იყვნენ გავითვა ჩვენთვის ხო ვთქვათ გიორგი რო ქმოდა, გასაგები იქნებოდა, ნიკოლოზი, ეხლა ელემენტარულად ძალიან პოპულარული სახელები იყო არის და დღესაც ვთქვათ ხო დავითი, მაგრამ აქ ჩვენ გვხვდება ისეთი სახელები, რომელი სახელებიც ვთქვათ ერთგვარ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ რატომ ეს უფრო რაღაც პიროვნული, პირადული უნდა იყოს, ხო რაღაც დამოკიდებულება. და მოდით შევხედოთ ეგნატაშვილების ოჯახს. ეგნატაშვილს ერქვა იაკობი. მისი, ასე ვთქვათ, მოფერებით კნინობით სახელი კობა. სტალინს ჰქონდა ფსევდონიმი კობა, სანამ სტალინი დაერქმეოდა, უკვე რევოლუციის წინარე პერიოდში აიღო ეს მეორე დამატებით ფსევდონიმი სტალინი, მანამდე ყველა იცნობდა კობად და აი ეგნატაშვილს საეჭვოდ ვინც არ ვინ შეიძლება ყოფილიყო სტალინის მამა ერქვა იაკობ ჯუღაშვილი, ეგნატაშვილი. იაკობ ეგნატაშვილს ჰყავდა ორი ვაჟი. უფროს ვაჟს ერქვა ვასილი, მომდევნო ვაჟს ერქვა ალექსანდრე. სტალინის შვილებს ქვიათ იაკობი და ვასილი, შვილიშვილს ალექსანდრე. შემდეგი სანამ არ გარდაიცვალა ალექსანდრე ეგნატაშვილი, მუდმივად იყო გენერალ-ლეიტენანტი, იყო სტალინის დაცვის უფროსის მოადგილე და მუდმივად ასრულებდა სტალინის მთავარი დეგუსტატორის ფუნქციას. 1946 წლის ჩათვლით სტალინს ლუკმა არ გაუტეხავს, რომ პირველი ეს არეგემა
ალექსანდრე ეგნატაშვილს. არსებობს ფოტოები. ფაქტობრივად, როგორც იტყვენ, ასლი ალექსანდრე ეგნატაშვილი იოსებ სტალინის. არანორმალური მსგავსება ასევე ვასილის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ დნმ-ის კვლევა არ ჩასატარებელი და ძალიან იოლი იქნება. გარკვეულ იმიტომ, რომ დარჩენილა და მე თვითონ ვიცნობ ეგნატაშვილების შთამომავლებს, ისინი ძალიან კარგი ოჯახის წარმომადგენლები არიან, ძალიან კაი ოჯახია და ეს ის ხალხი არ არის, რომელიც თქვა ხმამაღლა ილაპარაკებს, თუმცა ყოველთვის აი ამ ოჯახში იყო გადმოცემა, რომ სტალინი მათი უახლოესი ნათესავი იყო, მაგრამ დნმ-ის აღება და თქვა ანალიზის ჩატარება შეიძლება. მაგრამ რომ აღმოჩნდეს, რომ არ ემთხოვა. თავარი რა არის, რითი დავიწყოთ. შენ ადამიანი ვის მიიჩნევ, შენს ოჯახად და შენს მამად, შენს ძმად. იოსებ სტალინი თავის ოჯახად მიიჩნევდა ყოველთვის ეგნატაშვილების ოჯახს და ამის დასტურია ის, რომ ეგნატაშვილების ოჯახში არსებული 3 მამაკაცის სახელი დაარქვა მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს. იაკობი, ვასილი და ალექსანდრე. ასე ერქვათ ეგნატაშვილებს და ასე ერქვათ სტალინის ოჯახის წევრ მამაკაცებს. შესაბამისად, ყველაზე სერიოზული ისედაც გადმოცემა ქართულ საზოგადოებაში იყო იმაზე, რომ დიდი ალბათობით სტალინის ნამდვილი გვარი უნდა ყოფილიყო ეგნატაშვილი. მე ესე მგონია, რომ სტალინს პირადად ეგონა, რომ ის ეგნატაშვილის შთამომავალი უნდა ყოფილიყო, იაკობ ეგნატაშვილის შვილი უნდა ყოფილიყო და ვასილ და ალექსანდრე ეგნატაშვილების ძმა. და ახლა დანარჩენი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ცდებოდეს, მათ შორის სტალინიც. და მათ შორის საერთოდ ყველა შეიძლება ვცდებოდეთ რაღაცაში. ამისთვის არსებობს დნმ-ი შეიძლება გარკვევა, მაგრამ თუ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ვინ იყო სტალინი, რა თქმა უნდა, სტალინი იყო ქართველი, რომელიც თავის ოჯახად თვლიდა უპირველეს ყოვლისა თავის დედასთან ერთად ეგნატაშვილების ოჯახს. თუ რამ შეკითხვები იქნება, ჩვენ შეგვიძლია დამატებით ვისაუბროთ, უფრო შევეხოთ, თქვათ, თუ გაინტერესებთ სამომავლოდ სტალინის სხვა შვილების პედიღბალი, მათზე შეგვიძლია ვისაუბროთ და იცით რა არის, ეხლა ბევრი რამ არის. მითი საერთოდ გასაგებია, მაგრამ ყველა მითში არის სიმართლის ნასახი და ნუც ის დაგვავიწყდება, რომ მითი გაცილებით ძლიერად მუშაობს, ვიდრე ხშირად სინამდვილე. იმიტომ რომ მე ისიც მწამს და ისიც მჯერა. ის არის ჩემთვის რეალობა და სინამდვილე. და მსოფლიო ისტორიას პირველ რიგში ხქმის და წარმართავს არა ის, თუ მართლა კონკრეტულად მათემატიკურად რა როგორ იყო, არამედ ის, თუ ამა თუ იმ პიროვნებას, ამა თუ იმ ერს, ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას რისი სწამდა. რა მიაჩნდა სინამდვილედ, იმიტომ რომ რაც მიაჩნია კაც სინამდვილედ, იმას ახორციელებს, ისე ცხოვრობს, ისე კვდება და ისე სტოვებს კვალს.